მოგესალმებით ჩემს vlogში. ეხლა ვაუბრები ჩემს ბიძაშვილს, რომ გავუმაკითხოს და წავიდეთ ჯერ მასთან და შემდეგ უკვე აეროპორტში. რა თქმა უნდა პირველი კლასი არც ბიზნესი არც ეკონომიკა. Efendiler ve sevgili çocuklar, yolculuğunuzun rahat ve keyifli geçmiş olduğunu umuyoruz. Kendi emniyet ჩვენ აქვთ გავართ და ველოდებით პარკს და დიდი იმედი გვაქვს რომ მოვა. Thank you. Do you have with cheese as well? Şimdi İstanbul'da yağmur yağıyor. Biraz hava sokak. ეხლა ჩვენ გავესაუბრებით თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე დაფასებულ პიროვნებას. ეს არის ლიკა მეგობრებო. ეს არის დროშა. როგორ გძნობს თავს? დროშას. უკან ტურისტები არიან. სულ ჩამოსულებით გაივსო ეს ქალაქი. მარტო მე ვარ აქაური. ჩვენ დღეს ვსინჯავთ აი ამას. ეს არის ქათმის დონერი ბრინჯით. პირიქით პეპსი. პეპსი შევცვალოთ. მე უშაქ რომ მინდა და აერიად. და სხვათა შორის პური მოაყოლეს საჩუქრად. ნახეთ, ეს მე არ მithოვია. მაგრამ თუ მე აქ დასაწყებია, ყველაფერს პურს აყოლებენ და ძალიან გამიხარდა. არ ვჭამ პურს, მაგრამ მაინც გამიხარდა. უფასო ხო იცი რა, ნაჩუქარს კბილი არ გაესინჯება რა. სხვათა შორის კიდე ძალიან ცნაური აი ეს ხალხი ესენი. წეგან პროსტა კითხა ჩემო ბიძაშვილმა, რომ ეს რა არისო და დაგვიდო ეგრევე. ესე იგი ეგინდათო? შენ ვის რა უნდა შეტენო ბიჭო? შენ ვის რა უნდა შეტენო? იმერელი ქალე ვარ. აი, ეხლა გადავიდეთ დაგემოვნებაზე. ყოფნა არ ყოფნა? საკითხავია ეგ იყო ამ დონერისთვის. ხალხო. უნდა გითხრათ, რომ ძალიან იყო. მართალია. პირველად შემეპარა საკუთარ იდენტობაში ეჭვი. იმიტომ რომ დაძინების დროს მოლა რომ ლოცულობდა. მე მეგონა დედა ჩემი მიმღეროდა აკვანთან. ან ძალიან დაღლილი ვიყავი. ან წინა ცხოვრებაში ახლა გვითხრას ბაბუამ რაი მაიმუნა, მაგრამ ძალიან გვიანია აწი ვეღარ გვეტყვის. ნახე ხა. თქვენ რა სიტყვით ბატონო, მოგწოთ საჭმელი. პირი გაგსავსე? ვინ გაღიზიანებთ? თქვენ. რატომ? არა, პირიქით. რატომ? ჭა. გამოიხდა გამეცკი. ოც დადავა. კაი.
ანუ მართლა ხალხო ის ფილმებში კი არა მარტო აქ რაღაცნაირი ქუდებით მართლა დადიან ხოლმე. აი ზაფხული რომ იყოს ალბათ ნაყინიანი ხალხიც იქნებოდეს. ძალიან მომწონს ყველაფერი. პროსტა მგზავრობა ღირს ძალიან ზვირი. ან ჩვენ ვართ გოიმები. ყველაზე მეტი რაც გავაკეთეთ დღეს არის მეტროთი მგზავრობა. და მაგრამ სხვადასხვანაირი მეტრო აქვს. მერაბა. მერაბა თიშკოლარ. ოღონდ ხალხო გადავიხადე. დამივარდით ბოდიში. ოღონდ გადავიხადეთ ხალხო ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ყველა გასვლა 50 ლირა. აი მე 53 ვარი გადავიხადე საერთოდ და დღეს მე ვეღარ გამოვიყენები მკაფარაც. თქვენი კომენტარი. ბიჭუნა. თქვენც რო გითხრათ. მეცა კამერა კაცი, რას მიიღებ კამერა კაცი, ბიჭო, კაი ბიჭი ვარ. ეს რენდომ ხალხს ვაჩვენთ ხოლმე და მე ისე იყურებიან, ვა, რა ხდება? ჩემი ძმა შენს მაგდენს იხდი? ჩემი ძმა შენს მაგდენს იმათ ვეკითხები. შენს მაგდენს იხდი ძმა? არაო. ეს რა რასიზმია, მამაო? ატაშდაო, ჯიჰანგერდაგან. უკაცრავად, აი მაინტერესებს თმასაც შეიჭერეთ. რომელ პარკმა ხელთან შეიჭერეთ, რომ ვიცოდე. კომენტარს არ აკეთებს. Ben sana aşık oldum yeniden. Her gün yeni bir umut tutunur hayallerine, dünü unut. Sanki kalbimin içinde yüzlerce kuş sarılıp hayallerine uç hadi uç. Terdeki güvercin, yalıdaki çapkın, kaldırımda baygın, sana da günaydın. Şarkıdaki serçe, camdaki teyze, uykusuz aşık, sana da günaydın. Terdeki güvercin. ხალხო, აი. ნახეთ სად ვარ. Günaydın. Galata Kulesi. ღმერთო. ჩუქურში ვნახე ბოლოს ეს კოშკი. აქეთაც vlogs ვიღებს და ანუ ეს რაღაც მგონია რომ სერიალში ვარ და ეხლა ზემოთ ამიყვანენ და ხელს თხოვენ. უბრალოდ ცოტა არ მხოვს არავინ ხელს ხო? ვინმე მუსტაფა. ქემალი. და ეს მე და სიმითი ვართ ურთიერთობაში უკვე. ჩვენ ახლა ვეძებთ თურქულ საუზმეს. და ადგილს, სადაც ვისაუბრებთ. აჯერ ვიყავით. ხო, ჩვენ ვართ ახლა ეშრეფის ცხოვრების რუიას შრეფ სახალ. ნისანი არის რუია და
იყო გაიგეო და ნისანის გავიდა სახთან, ორი სეზონი გავიდა და შენ კიდე არ იცი. გამოვიდეს, რომ გუთხრათ, რომ ნისან ხარ რუია თქო. და ეშრეფის ნომერიც გამოვართვათ, რომ მე იმას ვუთხრათ, რომ რუია არის თუ რა არის? არის. ბაქმა აქ არის. თქვენ რა გნებავთ ბატონო? არა, გადაიღეთ, ეგრე გადაიღეთ კი ბატონო. ანუ შანსი არ არის, არ გავიწევეთ. ალბათ სახეზე და ტუჩევზეც მეტყობა, რომ ძალიან კარგი იყო. შევმუსრეთ აქაურობა და შემიძლია ვთქვა, რომ თუ საუზმეზე ვინმე დაიწყებს ლაპარაკს, პირველი გამახსენდება თურქეთი. იმიტომ რომ საუზმის კულტურა და თვითონ აი გემო აქვს საოცრად გათანაბრებული და კარგი. ძალიან მომწონს. ძალიან. მე დავუწერდი ამ საუზმეს 10-დან 10 თავისუფლად, არ ვიცი, ამაყად საერთოდ არ შემეყვარებოდა ეჭვით. ძალიან კარგია. და ესეც სააკაია. ჩვენ ისე ვაგზავნებთ თქვენს ცხოვრებას ისტანბულში, რა თქმა უნდა. და ეხლა ვსვავთ გემრიელ ყავას. ერთ წამით. ხმა ვერ გავაკეთე. კაი, ეხლა გაჩვენებთ რატოზე ვართ კაფეში, რეალურ მიზეზს. აი ხდება ფარდა. იმისთვის რომ ქალბატონმა, ჯერ მე ვილაპარაკებ იმისთვის რომ აი ამ ქალბატონმა დატენოს თავისი აი ეს კამერა. ჩვენ ვზივართ ამდენი ხანია აქ. რა კომენტარს გაკეთებთ თქვენს ამ უსიცხლობასთან დაკავშირებით? ეს კაცი ზამბუროს ერთი წამი უნდა ვაჩვენო, ვითომ ხეთვა თქვენ. აუ კამერა რომ მომიტრიალე და აქეთა კამერით გადავი. ეგ გაკვირდები და გამოიხედე აქეთ. ანანოს აქ იქეთ არ უყურები, იმენა გათუყურებ. ანანოს აქ ხალხო მიშტერების პრობლემა და ანანოს აქ კიდე ის პრობლემა რომ 20 სარკეს სადაც ხედავს ყველგან სარკეში იყურება. ანუ ავადმყოფივით, ჩვეულებრივი ნარცისი ავადმყოფი. ხო, ანუ რას ხო იყურება სარკეში და ეს რაღაცებს აკეთებს რა. ანუ ყოველ ერთ წუთში ორჯერ რაღაც აეროპორტში გავართ, ფანჯარასთან იყურება და მე მგონია რომ თვითმფრინავებს უყურებს და რომ დავაკვირდი ერთს გავიდა 3-4 წუთი და ეს ან თვალს არ აჩვენებს ამ ფანჯარას უყურებს თავის თავს ესეთ რაღაცებს აკეთებს და ცოტა ხალხო სანამ ბოსფორს არ ნახავ, მანამდე არ უნდა თქვა, რომ სტამბულში რამე მოგეწონა. ჩემი აზრით, რომ სანამ არ მოხვდა ხვალ ხიდთან, ამ მეჩეთთან, აი ამ ბოსფორთან და ამ ხიდთან. იმიტომ რომ შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ქალაქი არის თურქული სერიალი ჩემთვის. ოღონდ კარგი სერიალი, Netflix-ით გადაღებული. ანა იაფიმით. ნახეთ. აქ ვიღაც ბიჭი იღებს. თქვენს მოგწონთ ბოსფორი? გამიღიმე რა. ჩემზე უკეთეს ვის გავუღიმებ? თქვენ გამიღიმეთ უკაცრავად. გამიღიმეთ. ეს ხალი არ გამიღიმებს. ვიღაც მე მგონი ლიკა გადავარდა. ვიღაც აღარჩევს, ჭახტა ვიღაცა ლიკა გადავარდი. მე გუნა რომ გადავარდი. სწორზე და გცხავთ ან საერთოდ აი ახლოს ვერ მივდივარ, იმიტომ რომ დედა შემომითხრა. მე არ მივდივარ ამის იქით ბოსფორისკენ, იმიტომ რომ დედა შემომითხრა, ახლოს არ მიხვიდე გადავარდებიო და რო გადავარდი არ mivdivар. Bir yıldız gökte kayıp giderken, ıslak bir yolda yalnız yürürken, bambaşka bir şeyi düşünürken aklımdasın. Geçmişte bugün gibi yaşıyorum hala seni, sen hep benim yanımdasın. Gündüzümde gecemdesin, çalınmasın söylenmesin, sen benim şarkılarımsın.
Geçmiş değil bugün gibi yaşıyorum hala seni. Sen hep benim yanımdasın. Gündüzümde gecemdesin. Çalınmasın söylenmesin. Sen benim şarkılarımsın. ლარამდე გადავიხადე მე. მე დავიხადე სადღაც 20 ლარამდე. ხალხო, აქ მქონდა კულტურული შოკი. იმიტომ რომ ზოგადად ყველაფერი ძალიან ბევრი რაღაც ვიცოდი თურქეთის შესახებ და ძალიან ბევრი რაღაცა არ მიკვირდა და ძალიან მარტივად ხვდებოდი რა რატო და როგორ. მაგრამ აქეთ ვიყიდე ლუდი. არის სადღაც 11 წუთები, რავი, 11 საათი ხდება ალბათ. და ლუდი რო ავიღე, ამ კაცმა უცებ წამართვა და მეუნება რომ 10 საათთან სონა იასაკო. რაღაც ეგრე მითხრა, არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა, გრამატიკით და ცალახანი ვერ მივხვდი და მე მივხვდი რომ თურმე 10 საათის მერე ლუდის ყიდვა ყოფილა აკრძალული. და ჩამიდო რაღაცა მუყავს ქაღალდში, რომ ვერავის ვერ დაენახა და ჩუმად მეყიდა. და სხვათა შორის კიდე აღმოაჩინე, რომ ლუდი ღირს ძალიან იაფი. ისეთივე, როგორც საქართველოში ბევრად უფრო ძვირი ღირს და ორ შოკოლადში ბევრად უფრო მეტი გადავიხადე, სადღაც 200 ლირა. რომელიც გამოდის, რავი, 200 ლირა რამდენი გამოდის? 250 ლირა არის 3 ლარი. ხო და ანუ 3-ჯერ უნდა გადავამრავლო, არა 4-ჯერ უნდა გადავამრავლო 3. 12 ლარი გადავიხადე ორ შოკოლადში, სადღაც 6 ლარი ერთი ძალიან პატარა შოკოლადი. როცა ლუდში გადავიხადე, სადღაც 6 ლარი. ლუდში და იმაში კიდე რაღაც სნექივით. ხო, ანუ ხვდებით ხო, ალბათ ესენი უფრო ლოთები არიან ალბათ. ან პირიქით. თუ ლოთები არის. ესენი ლუდებს მე მგონი არ სვამენ. ხო, ლუდი იშვიათად. შეიძლება მაგიტო არის ფასდაკლებული რომ ლუდი გაიყიდოს. ხო, შეიძლება. და მეორე ვარიანტია კიდე. თემაში ალკოჰოლის. მეორე ვარიანტი კიდე, ანუ 10 საათის მერე აკრძალულია, ანუ ყველგან ყიდვა. ალევაც აკრძალულია 10 საათის მერე? თუ უბრალოდ მაღაზიიდან ყიდვა აკრძალულია? Güzel yolda yürümek bile olmayacak, düşlerin peşinde koşmak bile, her şey seninle güzel, bu toprak, bu taş bile, içimdeki bu korku, gözümdeki yaş bile, beklenmedik bir anda ayrılık gelip çatsa, seninle paylaştığım tek bir gün yeter bana, beklenmedik bir anda ayrılık gelip. დავიწყეთ ახალი დღე, მეგობრებო. გამოვედით. მივდივართ რომ ვისაუბროთ, ოღონდ ამჯერად ბიუჯეტურად, ნაკლებად ფენსურად. მე ვიბნები რომ მინდა. ხორის ხორცი უჭამო დილაუთენია. დილა აღარ. ლიკას უნდა კანჭის მენიუ. ანანო არ მთანხმდება. ხო, აი, კანჭის მენიუ ნამდვილად არ მინდა. დილის, ნუ პირველ საათზე ჩვენ ამ დროს ვიწყებთ დილას აქ. რატო არა? სადღაც წამოვიდეთ. ხაჩულამიარო. გზა დაგვავიწყდა, მე 3 დღეა დავდივართ ამ გზაზე, მაგრამ მაინც ვერ დავიმახსოვრეთ, სად უნდა მივიდეთ, სად უნდა წავიდეთ და ასე შემდეგ. ეხლა ვეძებთ სადმე, სადაც ვისაუზმებთ, შედარებით ბიუჯეტურ ფასად. აქვე, სადმე ლოკანტესში. დავიზეპირე. ეს არის თურქული ქუჩები. სხვათა შორის ძალიან დამაბნეველი ქუჩებია. ის ლიკა იქ მიდის და მანქანა დამეტაკება ეხლა. Kusura bakma abi. ეს თურქი სამეზობლო იქს ხედან ლაპარაკობენ. რაო, რაქნა ფადიმეს შვილმა? მართლა? ამ ქუჩებში შეხვდა თავის საქმროს და ბეჭედი არ უკეთია ჯერ ხელზე. დედა, ეს რა უქნია?
მოიცა. მერე? აი რა, არა შანსი არ არის. ამან. ფადიმეს შვილმა კაცო, დედაფთა წყალი ფადიმე ეგ რო გაიგოს. კაი დამთავრდა ჭრობა დავიშალეთ. მაგას ამბობთ ჩვენ 1 მილიონ გამომწერებო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თურქი ცნობილი მხატვრის სახლთან წამოჩემთ ერთად. აი ეს ლამაზი ფერები ზუსტად მაგიტო არის მოხატული, რომ თურქი ცნობილი მხატვრის არის. როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზია, ყვავილების დაურგიათ, თუმცა ცოტა მოწესრიგება აკლია. და დაანახე თურქი მხატვრის ფოტო. ულვაშების თვითონ მოიხატა. ულვაშები ნამდვილია. ანუ ნახეთ, ეს არის თურქული ლოკანტესი, სადაც ჯერჯერობით მარტო მე და ლიკა ვართ. ეს არის ჩორბა, დონერი. ეს თურქეთის კერა და სტამბულის ხედი. რა არის იმის ალბათობა, რომ მე დიდრულ უბანში შევხვდე ვინმე სერქან ბოლათისნაირ ახალი გაზრდას. აი არა ჩემი თუ შესხიმენანება რომ მანქანაზე ვინმეს რომ დაუწერო თან დამიჭერენ, მაგრამ აი რაღაცა რომ დამეყაროს ან დავეჯახო და მე გამოვხედოს და იფიქროს Güzel bir kız. Nerelisin? Gürcistan'dan geliyorum diyeceğim. Sonra onu Türkulat გადავედი მეგობრებთან თამაშს რომ ტაქსის ხოლმე ესმის თურქული და საბარცხლო რაღაცა ესმის ახოთი. კაი არ შევჩნიოთ მე ბევრი ჯერ შევწყვე უკვე ასე. არ შევჩნიოთ და თოხმაზე იცინი სამთავისებო ფეილოზე. ხო, მაგრამ ანუ ამან ხო არ იცის მერაზე ვიცი. ეხლა მივდივართ რომ ვიპოვოთ ბოსფორის, ანუ ეგრეთ წოდებული ბოაზის ტური. ისე ხალხო მუსულმანების მესმის სიმპონში რომ ძალიან თბილად ვარ, ეხლა თავზე რომ შემოხვეული ვარ. ხო, მაგრამ მაგაც აფხულში სახურავთ. ხო, არა, ეხლა ამ ტემპერატურაზე ძალიან კაია. კი, აქ ახლა ყველა ჩვენ ეგეთები ვართ ნამდვილად ამ ტემპერატურაზე და ამ კლიმატში კარგია. ხო და მოკლედ მე ახლა ხას გავიგე რომ თურმე ბოსფორს ქვია ბოაზ. ბოაზ თუ ისიოროს ნერე გიდენემ. ასე უნდა ვკითხო, ვინმე თუ შემხვდა. ნამდვილად ვსწავლობ. ბევრად უფრო მეც ვიდრე აქ ჩამოსვლამდე ვიცოდი. და ზოგადად ენის სწავლისთვის თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ იმ ქვეყანაში წასვლა, სადაც ამ ენაზე საუბრობენ. Yeşil ışığın yanmasını bekleyin. ლიკამ ძალიან დამცია მეგობრებო, იმიტომ რომ მე ვთქვი რომ აქ იქნება რაღაცები აფეთქო და თურმე ისევ ტურისტულ ადგილას ყოფილვართ. და ძალიან გვიყურებენ, მაინტერესებს რატო გვიყურებენ. Hoşbulduk. ლიკა რაღაცებს არჩევს და მე დაველოდები. ძალიან ლამაზ ქუჩაზე ვართ, ჩვენ ვართ ახლა გაოთა სპორტთან. ცივა, მაგრამ აი ამისთვის ამ ყველაფრისთვის რაც აქ არის და რაც აქ გვხვდა და ის რომ ჩვენ ისეთ გემში უნდა ჩავჯდეთ და წავიდეთ იმის მსგავსში, ყველაფერი ღირს აბსოლუტურად. ანუ მაგარია ძალიან. ჩავსხედით ახლა და მივდივართ ქადიქოიში ბოსფორის ხეც მერე გაჩვენებს და ნახეთ რა კაი გარემოა. ჩვენ ვიყავით შიგნით, გვეგონა რომ ძალიან ციოდა, მაგრამ სიცივეს კი არა, ყველაფერს გაუძლებ აბსოლუტურად იმისთვის, რომ აი აქ იდგე და აი აქ იყო. ძალიან მაგარია, ყველგან თოლიებია.
ულამაზესია. ძალიან მაგარია. აი, ყველგან თოლიებია და ყველგან. თან ეს არის ჩემი პირველი გამოცდილება, როცა ვარ ესე გემიდან კატერთან წყალში გამოვედი პირველად. ძალიან სიوامაზე უნდა გაჩვენოთ ამ წამს. ჩვენ ახლა შემოვედით სადღაც ხორცთან ახლოს კატეგორიაში, რაღაც კაფეში და თურქულ ყავას ნახეთ რა უაზია. ყვავილებით გოგოებს მოგართვეს ყვავილები. კრუიზში ვერა, მაგრამ გემით მოგზაურობა შევძელით და ჩვენ ახლა ვართ დოლმაბახჩეს სასახლესთან. ედიაში მიკროფონში ვსაუბრობ და რატო უყვირი არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ საკუთარი ხმაც არ მესმის დაბახმაზე, როცა ვლაპარაკობ საშინელი ხმაურია. შემიძლია ვთქვა. აი თქვენ უკან ხედავთ, არ გადავარდეთ, თავარია, მაქსიმალურად ვეცნები. დოლმაბახჩეს სასახლეს, რომელიც არ ვიცი ახლოდან შევძლოთ თუ არა რომ ვიხილოთ, მაგრამ აქედანაც ძალიან კარგია და ეხლა დავდიშავ ვიდეოს, რომ ჩვენ უბრალოდ წკერით დავტვებ. ხო, თავს ხვაწვიმა. მაგრამ ჩვენ მაინც გავჩერდით სადღაც ოდნავ გადახურულში, რომ წაბლი ვჭამოთ სანამ ცხელია. Ben buradan ayrılmam, şaşmadan pusulam. Geceler farksızdır, kancık bir pusudan. Sevdik de katlandık, inan ver bokuna. Hepimiz öleceğiz de gömün beni çukura. Merhaba. Merhabalar, თუ როგორ ძახიან? Merhabalar. Merhaba. Hoş geldin. გამიფრინდება. ხალხო, ჩვენ მოვიდით იცით რა ადგილას, ის ცნობილი ვიდეო ხო გახსოვთ, რომ ყველაფერი ბეძია დამოკიდებული და გოგო და ბიჭი რო გამოდიან ძალიან ახლოს რომ უნდა ჩაუვარონ ერთმანეთს, მაგრამ რატომღაც ვერ ახერხებენ ერთმანეთთან შეხვედრას. და ძალიან მინდოდა რომ მენახა ეგ ადგილი, სადაც ეგ ვიდეო არის გადაღებული, იმიტომ რომ ეგ ვიდეო მაქვს ნანახი უამრავჯერ და აი ახლა ამ წამს ჩემს უკან არის ზუსტად ეგ ადგილი. ეს არის ბალათასუბანი, თუ სწორად ვამბობ, ხო ბალათასუბანია. კი, უკან ჩანს ასევე ბოსფორი. ეს არის ის ცნობილი შენობა. და სხვათა შორის ეს არის ახლოს ჩუკურის უბანთან, სადაც ჩუკურია გადაღებული. წვიმს, როგორც ხედავთ, ძალიან წვიმს, მაგრამ ჩვენ ეს წვიმა არ გვაშინებს, რომ ქუჩებში ვისეირნოთ. Yağmur yağıyor maynç. ოღონდ არ გვაშინებს ხალხო 2 წუთის წინ სახე გაგვძვრა, ანუ გვახოხიალა აღმართზე და ჩამოვიდა და ეხლა ითო. ნახეთ, აი აქ ცურთამა არ ვიცი ჩანს რა ამოსიებული, იმიტომ რომ ძალიან ხოლ გამოვირტყი თვალში. თვალში კი ცხვირში კაც. ძალიან წვიმს, ძალიან დავსვალდით. მაგრამ შემოვედით ახლა სადღაც ძალიან საყვარლობა ესთეტიკურ და ადგილობრივ კაფეში. მე ყველა ადგილს ასე ვაქებ, იმიტომ კი არა უბრალოდ რეკლამას ვუკეთებ, მართლა ძალიან კარგია ყველა ადგილი. ამ წამს გავიგე, რომ ფაჰლავა არ არის სწორი, თურქულადაც ქვია ბაკლავა. და მე ვთხარი, რომ ქართულადაც ბაკლავას ვეძახით თქო და გაუკვირდა საქართველოშიც გაგვთო სიზედე ბაკლავა ვარ, მეთქი ევეთ ვარ, აჭარა და ვარ. და ეხლა უნდა დავლიოთ ჩაი და გავსინჯოთ თურქული ტკბილეული. აი, მეგობრებო, მე ხა დავაგემოვნებ კუნეფეს. მოგეწონა? თუ ჯერ არ გაგისინჯავს. მაგრამ სანამ კუნეფეს დავაგემოვნებ, ჩაი მოვსვათ. აი. ჩუქურდაიაში უსბის. რაღაც ტექსტურა კაი. არ ვიცი რა შევადარო,
ვერ მიშელის მსგავსი. იმიტომ რომ იდეაში ეს რიფიც კეთდება. კოდიკა ის შოკოლადი რიფიც კეთდება. იგივე რაღაცა გამაც გაკეთებული, რომ თვითონ სხვანაირად არის მომზადებული. აი მოიცა. აი ის რამდენად ჩანს. მე ძალიან მომეწონა. მე ბაკლავაზე მეტად მომეწონა, მე ბაკლავაზე მეტად მომწონს. ეხლა ჩვენ რო შემოვედით, უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ თურქები გვეგონეთო, იმიტომ რომ თქვენ ძალიან გავხართო თურქები და თქვენი ერია ეთყობა გავართ ერთმანეთს მეთქი. და კიდევ მე რო მოგვიტანა ეს ყველაფერი. ლიკას ეკითხება ჩემზე. მე რაღაც დავაყარკე თურქულად და ლიკას ეკითხება ჩემზე, რომ ეს სულ გაბრაზებული რატოაო? ჯერ მე მკითხა თურქულად და სიტყვა ვერ გავიგე გაბრაზებული და მეთქი რას გულისხმობ თქვა და ლიკას ეკითხება სულ გაბრაზებული რატოაო? მეთქი უბრალოდ ეგრე გამოვიყურებით, თორე არ ვარ გაბრაზებული. ბოლოს დავამატე რომ მეთქი მასწავლებელი ვარ და შეიძლება მაგიტომ აქვს ეგეთი სახე თქო. შუაში იყო, ვერ მივხვდი. რავი, ვაფშე არაფერს შუაში რო არ იყო. ბიჭონი ემტრია. ნუ მასწავლებლებს აქვს ზოგადად ყოველთვის გაღიზიანებული სახე. არ ჩერდება. Very delicious. Delicious. ფაი ინგლისური დამავიწყე, აქ თურქულად ვლაპარაკობდა. კაი, საკმარისია. ხალხო, ეხლა გამოვიდით ჩუქურისკენ. ვიღაც კაცო ეთქები, რომ ჩუქური ნასლეგიდებელია თუ ჩუქური რა თქო და რაღაცა და ვასწავლო, ასე წახობთ, მაგრამ თან გამომხედა და საქნო მეუნება. არ გაბედო. რა გაბედო? და ისეთი მიყრუებული უბანი ჩანს, ისე იყურება ხალხი, რომ მე მგონი ამდე შემოსულიყავით. მაგრამ უკვე აქ ვართ. იჩერდეის. ბიზი ჩერდეის. მაგრამ ეს პოლიცია ისე რატო იყო, რომ თითქოს თვითონ ასე შინია. ახლა გასროლა იყოს უცებ. უცებ რო გაისროლო. ანა Annem benim, ben sizi yerim ya. Maşallah. Kardeş Çok teşekkür ederim. Anne kızımız. Çukur evimiz. Anne kızımız. Esne. Osna. Anne benim kızım. Tut elimi buradan gidelim. Olmaz demeden dinle beni bir. Boldre. Vamos kuchepş. This way tuzak böyle. Nereye alayım da? Tamam gel deli çocuk, crazy. Lan oğlum. Ağzına sıçayım şimdi. Tamam nasıl yaptın onu çok merak ediyorum. დამთავრდა ჩვენი ტრიპი მეგობრებო. შოკოლად. ჩემი საყვარელი სიტყვა ამ მოგზაურობიდან არის შოკოლად და why angry? მოვიდით აეროპორტში მეგობრებო. თიშეკულა. პარკი არ გამწეს. და სხვათა შორის მე დავთქვა რომ თბილისში ეს შესასვლელში არ შეუმოწმებათ არავის და ეხლა აქაც გვამოწმებენ. შესვლის მომენტშიც გვამოწმებენ, ყველგან შეგვამოწმებენ და მე მოგახსენებთ მეგობრებო, რამდენად შეიძლება რომ ფულის გადახდის გარეშე გავატარო ჩემი წონას გადაჭარბებული პარკი, რომელიც აშკარა დაჭარბებს წონას. აქედან გეტყვით მე ამ სასტუმროს დავწერდი 10-დან
9-ს სადღაც. 9-ს, იმიტომ რომ ფანჯარა არ იღება წესიერად და რავი, ინტერიერი ძალიან ნორმ ჩემი აზრით, თავისებურად დამახასიათებლად ძალიან კაია. რამდენიც უნდა დავუწერო მე ამ სასტუმროს, ზუსტად ვიცი რომ მე აქ რომ მოვხვდე და აქ რომ დავრჩე ამისთვის ან დამჭირდება არაბიქმარი, ან დამჭირდება არ ვიცი რა. და მაგედან გამომდინარე საკმაოდ მაგლიერი ვარ. ახლა ვართ იმ სასტუმროს ლანჩზე, სადაც გაგვამწესეს ფრენის გაუქმება, გადადება, ვერ დაფრინა, ვერ დაჭრომის შემდეგ. კი ვიხარ. ის რაღაცის წყალიო და გელია. და არა. და ვეოდებით მითხრას რომ დაჯექით და მოვიტანთ ლანჩს თუ რაღაცა.